სულის უკვდავება თუ დასტურდება რამითო და რაღაც ესეთი, ანუ ჩვენ ერთ რაღაცას ვერ ვაცნობიერებთ ზუსტად, რომ ჩვენივე სულში ხდება ჩვენი სხეული. ანუ ჩვენი სხეული არის ჩვენივე სულის პროექცია რეალურად. ჩვენ არ ვართ სხეულში, ჩვენ ვართ სული, რომელიც არის სხეულში. უფრო სწორედ სული, რომელიც ქმნის ამ სხეულს. აი ეგ არის ზუსტი ფორმულირება. შესაბამისად, სხეული, როდესაც აღარ არის, მაინც არის რჩება ის სული, ის ენერგია. ანუ არ არსებობს არარსებობა, ანუ არ არსებობა, ესეთი ფენომენი არ არის. ყველაფერი არსებობს. ანუ შენ თუ აქ არსებობ, შენ ყოველთვის იარსებებ. სხვა ფორმაში, სხვა მოცემულობაში, მაგრამ შენი არსებობის შეწყვეტა შეუძლებელია. ხო, ამიტომ სულშივეა ეს პროექცია, სულშივე აღიქვავთ თქვენ ამ ჰოლოგრამულ რეალობას, რომელსაც ქვია დედამიწის ეს განზომილება, სამგანზომილებიანი შრე. სულშივე ვართ ეხლა ჩვენ. არსად არ წავსულ ვართ. სული ქმნის აი ამ ყველაფერს. როდესაც ამბობს აი 10 მცნებაში რო არის, ხო? მე ვარ ღმერთი და არ არსებობს ღმერთი ჩემს გარდა, ხო? ანუ ყველაფერი არის ერთი და არ არსებობს ანუ არაფერი ამ ერთის გარდა. და ეს ერთი ყველაფერი ვართ ჩვენ. ერთი შეცდომა არის ხოლმე, რომ ადამიანებს გონია, რომ ერთნაირს ნიშნავს ერთი. არა, ერთნაირს არ ნიშნავს ერთი. ერთი მთლიანობა ვართ, მაგრამ განსხვავებული გამოხატულებები ამ ერთი მთლიანობის, მაგრამ ერთნი ვართ. ვერ გამოეყოფი ამ ერთ მთლიანს, იმიტომ რომ არსებობს მხოლოდ არსებობა და ის არსებობა არის ეს ერთი მთელი. ეს ერთი მთელი ღმერთი და ჩვენ ვართ ყველანი ამ ერთი მთლიანობის ნაწილაკები. დავარქვათ სული, ამ ერთ მთლიანობას, თუ გინდათ ღმერთი დაარქვით, მაგრამ ჩემთვის არის ეს სული, ყველაფერს ქმნის სული და აი თან აი კარგად ჟღერს ქართულად სულ. სულ რა არის სულ? სულ იყო და სულ იქნება. ეს არის სული. და ის მოიცავს ყველაფერს არსებულს, რაც კი არსებობს სამყაროში. შესაბამისად, ის სულ იქნება. რომ ვამბობთ, სულ ერთია. სულ ერთია. გამოხატულება გესმით მეორენაირად? სულ ერთია. რომ ვამბობთ, მარტო სული. ანუ ჩვენ მივეცით რაღაც სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაციები, როგორც არის რუსთაველი და უკვე რუსთაველი რო გონია, როდესაც რუს თავი და მისი ველი. ანუ რუს თავის ველია. ანუ ਰੂ არის წმინდა ინფორმაცია, რომ ეზოთერულად რუს მიღმა არის სუფთა წრიალა ინფორმაცია, სუფთა წყალი. და რუს თავიდან მოდის ყველაზე სუფთა და ანკარა ის წყალი, რომელიც არის სინათლის წყარო, ხო? ხო და სიტყვებს ხო თავისი მნიშვნელობები ეკარგება და დრო ასიმილაციას განიცდის გონებაში, როგორც ენერგეტიკული ფორმა. ხო და მარტო სული გახდა რაღაც მარტო სული. არა და მარტო სული არსებობს. სხვანაირად შეხედეთ, ხო? და ხვდები, რომ მარტო სულში ხარ და მარტო ვერასოდეს ვერ იქნები, იმიტომ რომ მარტო ეს სულია ყველაფერი. მოკლედ. ეს ჩემზე მერე ვიდეოები უნდა წავიდეს იაბლოკას თემაზე, ხო?